აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. დილის 8 საათიდან საარჩევნო უბნები გაიხსნა აფხაზეთში, მოსკოვსა და ჩერკესკში. სეპარატისტული სოხუმის ლიდერის პოსტზე 5 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის სერგეი ბაღაფში, ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ბიზნესმენი ბესლან ბუთბა. ოპოზიციური კანდიდატები წინა საარჩევნო კამპანიაში დარღვევებზე საუბრობენ. რაულ ხაჯიმბა და ზაურ არძიმბა ამტკიცებენ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი. მოსახლეობას არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სერგეი ბაღაფშმაც მიმართა და საკუთარ წარმატებებზე ისაუბრა. დასავლურ მედიაში კი განსაკუთრებული აქცენტი მოსკოვის პოზიციაზე კეთდება. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი არც ერთ კანდიდატს არ ემხრობა, თუმცა არც 2004 წლის გამოცდილების გამეორება სურს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სკანდალის მიზეზი გახდა. მსოფლიო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და აფხაზეთის არჩევნებს არ ცნობს. ჩვენ დღეს არმიას წელიწადში 400 მილიონი რუბლით უზრუნველყოფთ. როცა თანამდებობაზე მოვედი, ჩვენი ბიუჯეტი სულ 440 მილიონი იყო. დღეს კი ამ თანხას მარტო არმიაზე ვხარჯავთ, იმიტომ რომ ახლა ამის საშუალება გვაქვს. ჩვენ დღეს საბჭოთა ხელისუფლება და კორუფცია გვაქვს. თუ ჩვენ კორუფციას არ დავძლევთ და არ შევქმნით ხელმძღვანელობის სხვა სისტემას, არაფერი არ შეიცვლება. რუსული დახმარება ვერაფერში წაგვადგება, როცა ქვეყანაში ასეთი კორუფციაა. ჩვენს ქვეყანაში მრავალი დამკვირვებელია, გაცილებით მეტი თვალია, ზოგიერთები სათვალითაც კი არიან.